ეს იყო ჯვარცმა და აღდგომა. ეს იყო გლოვალ შემდეგ და იყო გამარჯვების დღე. აღარ გვინდოდა ყოფილიყავით საბჭოთა კავშირის ხელქვეითები რო იდგან. ამიტომ ყველა გამოვიდა გარეთ, მშილეები და ვიდექით იქ სადაც უნდა გარიყავით. აი ამ რაღაცა ურჩხულის წინააღმდეგ. იყო მაშინ ეს მუქარები, რა თქმა უნდა, რომ ჩვენ დაგვარბევდნენ. იყო ჩვენი ლანძღვაგინება, რომ ახალგაზრდებს გვინდოდა ზოგს უნივერსიტეტის გაცდენა, ზოგს სკოლის გაცდენა. დადიოდა ხმები, რომ აუცილებლად დაარბევდნენ ამ აქციას, მაგრამ არავინ არ ელოდა, რომ სისხლის ღურა მოხდებოდა ესეთი სისხლის ღურა. ეს აქცია იყო ყველაზე დიდი, ყველაზე მწვავე. არის ყველაზე ისეთი დიდებული წამი. თელიერი არის ერთი სურვილი დამთავრებული. პატრიარქის წაშლა და გამთენიას სადღაც 4:30-ზე უკვე დაიწყო ტანკების წამოსვლა იმ მხრიდან. ხო რაღაცა აი შემზარავი სიჩუმე და გადაიფრინეს ჩიტებმა მახსოვს. და ისმოდა აი ამ უკვე მოდიოდნენ რუსეთის ჯარი და ისმოდა აი ბრახუნის ხმა. არავინ არ განძრეულა. არც ეს სიჩუმე დარღვეულა, აი სანამ ძალიან ახლოს არ მოვიდნენ და მე მახსოვს რომ მე ამ სიჩუმის განწყობა იმდენ შემზარავი იყო რომ ამევიდა გული. უკვე შემოჭრილები იყვნენ ხალხში ეს ნიჭბიანი რუსები. პოლიციელმა ამიყვანა ხელში და შევედით მხატვრის სახლში. მახსოვს რომ აი იქ მოვედი გონს და ამ პოლიციელმა ხელი არ გამეშვა. ეს პოლიციელი ჩვენთან ერთად გამორბოდა და რაღაც სადარბაზოებში შევვროდით და ისიც შედით და თვითონ მე არ ვიცი რა ბედი ეწია, თვითონ არსად არ შევიდა. მაშინდელი პოლიცია არ იყო, მაშინ მილიცია იყო. იდგა ხალხის მხარეს. გვერდში გვედგა ხალხს და მე მახსოვს რომ როგორ გამომიყვანა აი რუსული ჯალათების ხელიდან პოლიცია. პოლიცია იყო ძალიან კარგი. ის პოლიციელები მაშინ ეფარებოდნენ იმ ბავშვებს, იცავდნენ მათ. ჩვენ მაინც მივახციეთ იმას, რომ საქართველო გახდა დამოუკიდებელი. საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი. შევქმენით ქვეყანა, ფეხზე დავაყენეთ და დღეს ისევ რამდენი წლის მერე, რავი, 26 წელი გავიდა. და ისევ იგივე სტუდმა ვიბრძოლოთ, მაგრამ ვიბრძოლო. მართალია 9 აპრილზე ჩვენ ტრაგედიით და სისხლით გავიმარჯვეთ, მაგრამ არანაკლები სისხლი დაიღვარა ეხლაც ნოემბერ-დეკემბერში. ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი იმას, რომ 9 აპრილის გამარჯვების მერე ჩვენ თუ ისევ დაუბრუნდებოდით აი ამ ადგილს, ისევ აქციას. იყო 99 წელი, ეხლა არის 2025 წელი და ისევ იქ ვართ ოღონდ. იქ იყვნენ რუსები. ეხლაც რუსები არიან, უბრალოდ თანამედროვე ორჯონიკიძეების ხელით ასრულებენ გავალებას. მე თუ ეხა ფეხზე მდგევარ, ეს არის ის, რომ სიამაყის გრძნობა მაქვს. ჩემი შვილი იდგა სწორ მხარეს, სწორ ადგილას, თავის მეგობრებთან ერთად, კოლეგებთან ერთად. ჩემი შვილი დასჯილია საქართველოს სიყვარულის გულისთვის და ეს არის საოცარი შეგრძნება. დღეს მიამაყება ჩემი შვილი და მიამაყება ყველა ის ქართველი, არა მარტო პატიმრები, არა, მარტო პატიმრები არა. მე ვთვლი რომ ყველანი ქართველი გმირები, ვინც დღეს
ხართ ობიექტურები, ვინც ხედავთ დღევანდელ რეალობას. დარდი როგორ არა მაქვს, დარდი დიდი მაქვს და ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. ყველა პატიმრის ოჯახი ერთად ვართ. ეს სრულიად უდანაშაულო ბიჭები, აი საუკეთესო ბიჭები ამორჩეული, ძალიან კარგად ნაფიქრი. სხენდან ციხეში ტყვეები არიან. ეს არ არის, ხო არც ერთი არ არის დამნაშავე და არც ერთი არ არის კრიმინალი. იმათ რო უყურებთ და ისინი რო ვირეკავენ, ერილებს წერენ, სასამართლოში ყველა ისეთ სიტყვას ამბობსო, შედევრია პირდაპირ და ეს არის ისტორია, რომელიც არ დაიკარგება, არ არსებობს. მე ხანდახან იცით რას ვფიქრობ? ჩემსავით რო უყვარდეს ყველას საქართველო, არასოდეს არ გაუჭირდებოდა საქართველოს. სამშობლოს სიყვარული არის ძალიან ძლიერი გზნობა. უზუმოთ მიყვარს, აი გულის ტკივილამდე, ხელების კანკალამდე მიყვარს მე ჩემი ქვეყანა.